სამოქალაქო აქტივისტები საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ სახალხო ტელევიზიის მოწყობას გეგმავენ. ეთერი, როგორც აქტივისტები ამბობენ, სრულად დაეთმობათ მოქალაქეებს. გადაწყვეტილება აქტივისტებმა გუშინ საზოგადოებრივ მაუწყებელთან მორიგი პროტესტის დროს მიიღეს. გაიხსნას დღის ეთერი და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაიწყოს სრულფასოვანი ფუნქციონირება. მეორე, ამ მავნებლურ პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პირები ვასილ მაღლაფერიძე და თინათინ ბერძენიშვილი გადადგნენ. ჩვენ გეგმავთ, რომ ხვალიდან სახალხო ტელევიზია მოვაწყოთ ტელევიზიის წინ და ზუსტად აქ გაიმართოს ის გადაცემები და დისკუსიები, რაც ჩვენ გვინდა, რომ ხდებოდეს შიგნით. ამიტომ ტელევიზიის წინ საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკუთვნის საზოგადოებას, თუმცა არხის მენეჯმენტმა გადაწყვიტა, რომ ის საკუთარ ინტერესებს და ხელისუფლების ინტერესებს მოამსახუროს. ამიტომ ჩვენ უკვე სათვალავიც კი ამერია, მე რამდენად მოვედით აქ იმისთვის, რომ მოვითხოვოთ ის, რაც გვეკუთვნის. რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციების პარალელურად მოქალაქეები და აქტივისტები საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც იკრიბებიან. აქციის მონაწილეები პირველი არხის დღის ეთერის გახსნას და დირექტორის თინათინ ბერძენიშვილისა და არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ვასილ მაღლაფერიძის გადადგომას მოითხოვენ. აქტივისტები თვლიან, რომ არხის მენეჯმენტი ქართული ოცნების ინტერესებს ემსახურება და არა ხალხის.